აბა დუმბარი სუნდათი შინგშიკი ფაკფაკი ვიმშიკი ბუმ შიკშიკი ბუმ შიკშიკი ბუმ ო სტაიაკი იყოს კაი რაგადადან ჩვენ სტუდიო მუშტაიდი ბრუნდება ეთერში ესაა დუბლი მეორე პირველი დუბლი გაგვიფუჭდა არადა ძალიან კარგი იყო ბევრი ვილაპარაკეთ მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ხმა არ გქონდა ჩვენი გადაცემის უზენაესი დებატის ultimate debate სტუმარია კატა სტუმარი მასპინძელი წარდგენისავე ცუდი სიტყვა თქვა ჩვენი გადაცემის გამანდელი თემა როგორც მიხვდით არის ცხენსაშენი რომელიც საახალწლოდ მოვთეთ უკრაინის სფერის დროშის სფერის წვიმებით. მოხსენი შეჩემ, მაგრამ ხალხმა დაინახოს. ცხენსაშენი რა ხდება? იმით რა ხდება? ბეჭო არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი გამოაჩინო. მაგ ყველაფერში პორნჰაბი არსებობს. პორნჰაბის ერთ-ერთმა მფლობელმა შეიძინა, აბა რა შეიძინა, ეხლა თუ გამოიცნობ ერთი ცდით. Twitter. არა, ლუკოილი იყიდა პორნჰაბის ძმა. აპირებდა და რამდენი გაფორმდნენ თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდია რა. ხო, ლუკოილი დიდია, მაგრამ ადამიანის ნძრევის სურვილი კიდევ უფრო დიდია. და აღმოჩნდა რომ ადამიანს იმდენი ფული აქვს, ვინც პორნჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომ აგერ დასანქცირებულ რუსულ გიგანტს ყიდულობს. არა, ხო, მაგრამ ხო გამოუჩნდა კონკურენტი პლატფორმა იდეაში. ოღონდ სხვა ცოტა სხვა კუთხით, მაგრამ მაინც. რომელი? OnlyFans-ი რა. OnlyFans, მაგრამ OnlyFans ხო პორნო არა, არ ვიცი რა. ბიჭო, OnlyFans-ი არის დედის მწვრთნელი პლატფორმაა იდეაში. კი ბატონო, გეთანხმები. მე რაღაც იმას BBC-ს თუ რაღაცას უყურებ, ვიღაც ბიჭია მშენებლობაზე მუშაობს, ეგეთი ფუტკუნა ინგლისელი ბიჭი და OnlyFans-ზე რას პოსტავს, იცი? მაგალითად დაანონსებს, რომ აი მე ამ ვიდეოში პურს ვდებ ფეხსაცმელში და წინდის გარეშე ვიცვავ. და აი $20 თუ გადაიხდი, შენ ამ ვიდეოს ნახე. და მე ეს ყავარში ეს ნატიტყნი ეს ფეხით ამოიღებს დღის ბოლოს სამსახურის შემდეგ და ხალხს აჩვენებს როგორ ტიტყნა პური და ამაში ფულს აკეთებს და ამბობს რომ მშენებლობა ბირმინგემელი თუ რაღაცაა და ბირმინგემის მშენებლობაზე მე ამდენ ფულს ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჩემი სხეულის ფორმების და ასე შემდეგ გადამკიდე ვინმესთვის ვიქნებოდი სურვილის ობიექტი. ხა ინსტაგრამი ხო რაღაც პონჩი ტყუილი მას ავითარებს რა, რომ აი იდეალური ფორმა და აი ხო ვიღაც გოგოები რომ ვიღაცებს ბაძავენ. ხო და აი სინამდვილეში ყველანაირი ტიპის კლიენტი არსებობს რა, აი ყველანაირი ფეტიში შეგიძლია და ხო და ყველანაირი სხეულის და სულის და სახის ფორმის მოყვარული ადამიანი. შესაბამისად ნებისმიერ ტიპს აქვს დიდი შანსი რომ OnlyFans-ზე ალბათ ფული იშოვს, მაგრამ მან თუ პორნო იყო მე არ ვიცოდი. პორნო არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ნუ რაღაცა ვიდეოები რომლებიც რაღაცა ნუ სიშიშვლეს შეიცავს უეჭველი აი სიშიშვლეს რაჯობია ვიღაცას ტყნავს და მაგაში ფულს ვეხდი არ ვიცი მაგრამ შველი ხო და გითხრა ინსტაგრამზე გაიჩნდა მინდა რომ ისა ბავშვებმა რო შემოიხედა გული არ გაუსწრებ ნუ ამოგეთ რა ეს არის ხალხო ფაქტი რა ვქნა ეგეთი ის ქალი გაიჩნდა ინსტაგრამზე რაღაცა Anna So Black თუ რაღაც ეგეთი ქვია სახელი და გვარიც რო იცის კი არა და სახელი და ფსევდონიმი ხო ეხლა რატო ვიცი გითხრა იმიტომ რომ ეს გოგო არის ძალიან ლამაზი იდეაში და არის ანუ რასისტულად კი არ ვიცი, პროსტ ძალიან შავია რა, ანუ ხო არის ანუ რაღაც ანუ ძალიან შავია რა. მე მგონია AI-ის ნაყოფი. კი არა, გონია AI-ია. AI-ია, ხო? ხო, AI-ია. და სამ დღეში მაგ გოგომ 0-დან AI-ის გოგომ 0-დან დააგროვა სადაც 200,000 გამომწერი რა. წარმოიდგინე, ანუ ვიღაც 200,000 კაცი AI-ზე, კაი, რამდენმა არის ის AI-ზე. კაი, შავი ლაბაზი ხალი, 50,000 კაცმა არ იცის რომ AI-ია, ჰა, ჯანდაბ. მე იმას უყურებ ხოლმე. მაგრამ ძალიან ბევრია რა 200,000 კაცი რომ AI-ზე ხვდება და ცნობილი ჟურნალისტია ნიუ-იორკელი, ქარიმ რაღაცა გვარი Subway Hot Takes აქვს და ერთ-ერთი სტუმარი ამბობს რომ ბუმერებსო არ უნდა უთხრათ რომ რაღაცა არის AI და დაი ბოლომდე გაერთონ და ჩვენც ბოლომდე გავერთოთ იმათ ყურებაში. ბუმერები ხო ვერ იგებენ რა დიდი წილად. ბიჭო ხო. მაგრამ ბუმერები ბევრი მილენიალი. აბა მე ვერ ვიგებ რაღაცეებს ეს ბოზიშვილი. ხო იმენა ვეხვდები რაღაცეებს. გავაკეთო. აი ხა TikTok-ზე არის ძალიან ბევრი AI. აი იმეებს ხვდები აი ქართულის რო აი რაღაც ბებო
და კაცი რომ რაღაცებს ბაზრობს ერთმანეთთან, მაგებს ხვდები რომ AI-ი. მოდი აბა ერთი რაღაცებს იმენავებს საძინიქსი დავდოთ და მე ხაჭაპური ჩავალ. ქართული AI-ის რაღაც პროდუქტები ძირითადად ცოტა მექრინჯება. ბევრი რაღაცა მექრინჯება. რაღაცებზე ძალიან მეცინება რა. რაღაცებზე არ ვიცი, მაგრამ ძირითადად აი მექრინჯები ხომ და ისური მექრინჯება რომ ხო, ყველაფერი ხო არ არის ახლა სადაც ვარ გეუბნები რომ ანუ რაღაცებზე ძალიან გამეცი. კაი, ჩვენ წინა გადაცემაში რომელიც არ ჩაიწერა ვილაპარაკეთ ახალ წელზე. უნდა მითხრა ახლა რას აპირებ ახალ წელს. წიაზე ვერ მივიდი. ახალ წელს მე ვაპირებ ონორეში მისვლას რა. და დათანხმებაზე უნდა ვიძუგძუგოთ. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს უთქვია რომ რა ამდენს რომ იგინები ეს არის რაღაცა არ შეიძლება. ხო და ყლეზე მგიდია. ანუ მართლა ბოლომდე ყლეზე მგიდია ეგ. მე წესები მისვისა რომ დაარღვ. თქვენ ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა რატო ვარ ქერა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მე არ ვიყავი ქერა. მე დღეს გავასახიერებ რაიან გოსლინგს ფილმიდან დრაივი. ნანახი გაქვს? დრაივი იყო ბოლო ფილმი თურმე, სადაც ლოს-ანჯელესის ქუჩის ღამის სცენა გადაიღეს. იცი რატო ბოლო? მაგ ფილმის შემდეგ ილიჩის ნათურები შეცვალეს ლედებით და ლედი კიდე კამერაში აღარ გამოდის, ისე როგორც უნდა გამოდის. იმას გაძლევს. ხო იცი? არა, ხო რა, შატერის იმას ხედავ, იმიტომ რომ ის სხვა სიხშირეა. ხო და გადავიმეოროთ ბუმბერაზი კლასიკოსები, უყუროთ დრაივს კიდევ ერთხელ აღფრთოვანდეთ. მე უყურებ თურქულ სერიალს. იცი რა მაგარია. ბიჭო, მე და ერთ საიდუმლოს გეტყვი რა, რომ თურქები მაგრამ ეყლებებოდნენ სულ. ნუ ამბობ ჩვენ მეზობელ უსაყვარლეს ხალხს. ანუ რა გავაკეთე შემანაც არის ეგ არის, ანუ აი მეგონა რომ აი თან თურქები ყოველთვის მეგონა რომ გარჩე აი ენაც რა თურქული ენა. ულამაზესი ენა, სიყვარულის ენა თურქული ჩემ. ანუ ენა ყუში სულ მესმოდა აი რაღაცა ყლევ, აი ძალიან ცუდად რა. ხო და ეხა ამას რო უყურებ ამ თურქულ სერიალს. ეხლა მაგრამ ელამაზებ. აი მაგრამ ტარკანზე არ გიცეკვია ბავშვობაში რა ყლეობებს ეძახითო. ნუ ვააკეთო. რა აღმოვაჩინა რომ თურქები ძალიან ლამაზი ხალხია რა. ძალიან ლამაზი. თურქი ერის ეთნოგენეზისი არის ძალიან საინტერესო რაღაც. სხვათა შორის თურქეთში აკრძალულია DNA ტესტის გაკეთება, იცი? რა და. იმიტომ რამდენადაც გაიკეთა, ნახევარი ბერძენი გამოდის, ნახევარი სომეხი, ნახევარი ქართველი. ხო და გადაწყვიტეს რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის რაღაცა შროებებს რა. ანუ ერის თვითშეგნებას და რაღაც, იმიტომ რომ სომხებთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, ბერძნებთანაც. და გადაწყვიტეს რომ მოდი აღარ გვინდა ეს გენეტიკური ტესტები და შემოწმებები და უბრალოდ ვიყოთ ის ჯიგარი თურქები, ჰასან შაშები, ჰაკან შუკურები, ემრე ბელოზუღლები და ემრე ჯანები. მე თურქული სერიალები არ მინახავს, მაგრამ არა, შეჩემო ძალიან ყლეო. აი იმენა ტოპ ყლეო. მაგრამ მე მყავს მეგობარი, რომელიც არის თურქული სერიალების ვარსკვლავი და გაადრე, მანახე რა. ჯერენი ქვია და გვარი აღარ მყავს. გაადრე, თუ ეგ ის არის, სტარია მაგ სერიალში უეჭველი არის, რომელსაც აუ ძალიან სტარია აქ. ხალხი ფულს არ მართმევდა კაფეებში, მაგასთან ერთად რო შევდივარ. ატრაკე, გაადრე შეჩემო. ჯერემი რა თურქი? ჯერემი არა, ჯეირანი ანუ. ჯერენ ტაშჯი. გაადრე. აგე, რამდენი ის აქვს ფოლოვერი ინსტაგრამზე, ნახე? 300,000. ცოტაა. ცოტა არის, აბა რა არის. რატოა ცოტაა? აი, თურქები რამდენი არის? კუიოზნად, ბევრი არიან. ძალიან ბევრი არიან. მაგრამ რა გინდა, კაია რა. მილიონი თუ რამდენი არის? მოგენ ადამიანის გამო რაღაც კაფეში ფული არ გამოგვართვეს, იცნეს. ესე იგი, რაღაცას ნიშნავს ეს ყველაფერი, ჯერენ გამარჯობა. 85 მილიონი არის. გავაბევრი 150 მილიონი ტაილანდია, sorry. აი 85 მილიონში 300,000 ცოტა, ესე ის არის ვერაა. მე აი საერთოდ თეატრში თამაშობს ძირითადად და თეატრს ხა ბევრად ნაკლები ადამიანი ახლავს ვიდრე კინოს და მithumetes სერიალს. იცი როგორ გაგისწორებ. აი რამე ჯერენის სერიალს ვნახავ რა, იმიტომ რომ შევპირდი როდესაც რომ გიყურებ მეთქი და რა თქმა უნდა დავიკიდე ხა თურქულ სერიალს ხო არ უყურები. არა ბიჭო, მაგარია. სახში რომ მიხვალ და რომ დაწვევი და აი რაღაცები ხო არის, რაღაც დღეები ხო არის, რომ აი არაფრის ყურება არ გინდა, მაგრამ თან ყურება გინდა. თვალს უნდა რაღაც, თვალს. ხო, აი პროსტა გინდა რომ რაღაცას უყურო, მაგრამ თან არაფრის ყურება არ გინდა რომ დაიძაბო. ეგ არის თურქული სერიალი, ჩემო კარგი. მაგ დროს იმას ვთავ ხოლმე ეს ამერიკელი შავი მეცნიერი როა ტაისონ რაღაცა, ხო იცი? სტარტოკი აქვს გადაცემა უმაგრესი და აი დამიებისთვის, ანუ
თლა მოყვარულებისთვის ვინც არ არის გაგებაში ხსნის რა არის შავი ხვრელი, რა არის ფოტონი, რა მხელარ გოლი აქვს სატურნს, ურანუსი რო არ არის your anus და აი მე ვარ ის ადამიანი, ვისაც მაგრაყლეზე კიდია შავი ხვრელის დირკა რამხელა. და მე მაინტერესებს მაგალითად ეშრეფის სიზმარში რა მოხდება შეჩემ. ჩვენი სპონსორია ცხენსაშენი, რომელიც გთავაზობთ თეთრ და ჭრელ ცხენებს. ახალი წლის სამზადისზე წელს ვისაუბრეთ და ვერ ჩავიწერეთ და ინდაური რატოა ესეთი ძვირი? ხო, ინდაური მაგარი ძვირი გამოდგა. 150 ლარიღის სტანდარტული ინდაურიო ესე გითხრეს. რომელსაც ხორცი არ აქვს. აი ინდაური სადავე ბრაზილიური. კარგი ინდაური არის ის, რომელსაც ბევრი ხორცი აქვს და გემრიელია. არა, ხო, მაგრამ ქართულს არა. აი პრეზიდენტი რო იწყალოს, ტრამპმა რო ხა შეიწყალა, ეგ ინდაური არის, კაი ინდაური, იმიტომ რომ ჩოხ გიუზელა ეტყობა რა, რომ ძალიან დიდი ხორცი აგზეთ და საცივსაც მაგრად და. მაგრამ ალბათ უფრო ძვირი ღირს მე. ალბათ კი, თან იქიდან ჩამოტანა გამბაჟება ხმინდა. ქართულ სოფლის მეურნეობას რა ჭირს იცით? არ ხდება სიცხლის სიწმინდის დაცვა ცხოველებში, ხდება ძალიან ბევრი ინბრიდინგი, ანუ შერევა, ინცესტი და ასევე არავინ არ ზრუნავს გენეტიკურ გაუმჯობესებაზე, იმიტომ რომ ბანძი ლეველია ქვეყანაში მაგ ამბავში. ხო, ჭაჭაზე რას მეტყვი? ჭაჭა არ მაყვარს. ჭაჭაზე ვერ кайფ. მაგრამ ნუ პლანი არ მიყვარს მასე, მაბოლე. არც მე არ მიყვარს და. არც მე არ მიყვარს, მოსწევს არ მოწევს. ჩვენ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია ცხენსაშენი ბოჯეკი და დაგვირეკეთ, დაგვიმესიჯეთ და გითხარით რა ფერის ცხენი გესიავონებათ. თეთრი თუ ყავისფერი. ეს უნდა გავჩუმდე აქ მე? რა შეგვიძლია ილაპარაკო რა, პატანცოვკა გააკეთე. არა, ანუ ის თუ არის რეკლამის ის თუ არის გავჩუმდე. პატანცოვკა როგორ არის ქართულად? ქვეშ ცეკვა? ქვეშ ჩაცეკვი? არა. პად ხო არის ქვეშ? არა, გაფორმება. ცეკვითი გაფორმება. აი, ვაიც თეატრალური სტუდენტი რო ხარ, როგორ გეტყობა? ყველაფერი იცი. ორჯერ გამომაგდეს შეჩემ. თეატრალიდან გამომაგდეს ორჯერ. აი, მოყევი რატო გამომაგდეს ორჯერ? არაფერი რა ვიდა. ეგრე გითხრე? რატო მაგდებს რო შედიხარ იმასთან დეკანთან და არაფერი შეჯო გადი უბრალოდ. აი, ზუსტად. ეგრე მეც დავეთახმე, აი რა ვიცი. სხვადასხვა ვიღაცებს არ უნდათ რომ გავიგდე რა. მაგრამ ვიღაცებს უფრო, კაროჩე ისე ხო? ეს ბაზარმა, ამ ბაზარმა გაიმარჯვა. აი, არ ვიცი რამ გაიმარჯვა რა, ზუსტად. ძალიან ბევრი წლის წინ იყო. აი, ტატოზე რომელ გადაცემაში ვილაპარაკეთ, ამაზე თუ წინაზე? ტატო ბაციკაძე ხარ მეთქი რომ შეგიძლია. არა, წინაზე. ხო, ტატო, შენზე ვილაპარაკეთ ბევრი კაი რაღაცა, მაგრამ ხმა ვერ ჩავიწერე და მე თუ გინდა გაჩვენებ უხმო მასალას. მე გეტყვი, ეხა თუ ხმა იწერება, მე გეტყვი რომ ჩემი გადმოსახედიდან ეხა უყურე რაღაცა იმას, გადაცემას რა ქვია მეორე ძმას? ტაფსონა, შენ და ტაფსონა, იჯეკით რაღაცა იმაში რა, შეჯიბრში და ჩემი გადმოსახედიდან ის რასაც შენ აკეთებ, რომ აი მაგდენ რაღაცას იცნობ, არის შეუძლებელი. პროსტა ხუანფრანი არ უნახავს ამას არასოდეს. თან ეხა სპორტ, აი ფეხბურთში ძალიან ვერ ყვევი თუ რაღაცა ეგრე არა ვარ. ეს არის ადამიანებიც გიადვალს უყურებ და კაი ხო არა უშავ შავი ხვრელი რაღაცა ნიჩიო გამოსხივება, ჩასხივება, განტოლება, გამრუდება სივრცეში და ტატობაციკაძის გაგიკვირდა შეჩება? პროსტა უყურებს იმეებს და იმახსოვრებს რა. შიქო არ გახსოვს. მაგის დამახსოვრება. ან გაპოსტიაკება არის ეს? არა. ის ბიჭო, ის რაღაცა, ყურე, მან და ის ოკეია. არა, შეჩება, მო დამამთავრებ. არის რაღაცა ცოდნა, რომელიც უნდა მიიღო და ანუ გაიაზრებ აი ამას, რომ აი აქ ეს ხდება, ის ხდება და მე ანუ მაგის დამახსოვრება კი არ გჭირდება. პროსტა იცი რაც ხდება და მარტივად ხსნი. მარტო ეგ არ უნდა, ხო. წარმოიდგინე, აი 86-ში ესპანეთის ნაკრების სკამზე მждომი მცველი შეჩემა, რომელსაც არ უთამაშია ვაფშე, რომ იცი, რა გენიოსი ხარ. ასევე ღამის 4 საათზე რომ ესტუდიანტესი ბოკა ხუნიორსის არა, ეგ უკვე გუნდის იმას რომ უზიხარ კიდე. ეგ უკვე თავისი რაღაც საქმის გვიყვარხარ რა და გველასები. კი, რა თქმა უნდა. ტატო გიადვალი ხო მაგარია, მაგრამ ტატო ბაციკაძე უფრო მაგარი. არა, რატო მაგარი? იმენა მაგარი. მე ხო აი არც ერთი ფეხბურთელი იქიდან არ მეცნო. რა თან ვიღაცებს იძახდა რომ ეს ძალიან მარტივია. შეჩება და არ უნდა შეგეხედა ვაფშე შეჩება. აი მგონია რომ ის
მარტო ის ფოტო არსებობს. გიადვალიც ეგრე რო გეუბნებო. აი რატო არ არის გამოსხივება შავი ხვრელი? ძალიან მარტივია მაგის ახსნა და რაღაცა ეხლა განტოლებას უძახა კავშირი გიადვალსა და ტატოს შორის. ეგ უნდა იმას ვქო. მოიყვანე მე კულტივირება უნდა მოვახდინო, მაგ ამბის მე და განვავრცო ეს საკითხი. დვალი იმედია უდესმე ჩამოვა, მაგრამ აი ახთოვანებული. აღარ შენით რომ ამ ხელა ინფორმაციას ვატარებ ზოგადად არის ძალიან თესლი. SSD-ა, სპორტული SSD. ხო, ანუ მე პირადად ეხა რომ მითხრა საქართველოს ნაკრების 11-ე ფეხბურთელი ჩამოთვალეო, ძალიან დიდი შანსია როგორ ჩამოგიდგა. აბა ვინ იყო გრიგალავა? გია გრიგალავა. გია გრიგალავა მახსოვს? ყველაზე ღირფიანი ფეხბურთელი, მაგრამ მაგარი ჯიგრულად თამაშობდა. ხო, აი ცოტა შავ პერიოდს ეთქვა საქართველოს ნაკრების 6 კაცი რომ უგუნდოდ იყო და ნუ გია იყო აპორნი თუ რაღაცა დაცვაში თუ რაღაცა. აი არა, ეხანდელს გეუნები, აი ეხა ვინც არიან, ხო სტარები არიან, ანუ ყველგან მაგათი ფოტო. შეიძლება ვერ ჩამოგითვალო, იმიტომ კი არა რომ არ ვიცი. პროსტა ვერ გავიხსენებ რა და. აი, ამერიკაში სოფლიო ჩემპიონატი ტარდება მოგეხსენება მომავალ წელს და ძალიან ვილესავდით კბილებს ყველა ქართველი ფანები რომ ჩვენი ნაკრები წასულიყო. მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ვერ გაკაჩა, რაღაც არ იყო. ვიცი რაც არ იყო, მაგრამ არ ვიტყვი ახლა მაგას. ბილეთების ფასები გამოქვეყნდა და გავშტერდი, ძმაო. აღარ. ვავი $1000 ბაზარში იაფიან ბილეთს დაითრევდა. მართლა? $1000 რა ამბავია, $1000-1500. $1000-ს ხო თან ვერ დაითრევ, ვერე გადამყიდველისგან უნდა იყიდო. მაგათი დედა ვაკი. 1000-იანი არის ყველაზე ღლეობა. ხო, რა რაღაც ეგეთი. მოგეთ ევროპის ჩემპიონატზე რაც იყო ყველაზე იაფიანი ბილეთი 40€-იანი თუ რაღაცა. რავი, არის 20 ჯერ ძვირი იმაზე და მაგათი ხამი დედავატი ცარიელი სტადიონები ექნებათ მაინც ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ ყველას ფეხებზე კიდია ლათინო ემიგრანტების გარდა ფეხბურთი იქ და ქართველების გარდა და მაგათ კიდე არ ექნებათ მაგდენი ფული. სადღაც იქნება, რომელიღაც შტატში იქნება ალბათ ეგეთი ძვირი. არა, ყველგან ძვირია. ალბათ ყველაზე მექსიკაში არ იქნება ალბათ. ხო და აი მექსიკაში უნდა წავიდეთ მაშინ. ბიჭო, მე ვიფიქრე რომ მექსიკაში, ანუ მე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვიზა არ მაქვს ამერიკის, ანუ არ გავსულვარ. ძალიან დიდი შანსია რომ თუ მომიხერხდა რა თქმა უნდა მექსიკაში წავიდე რა. მექსიკა ჯობია ამერიკას. მეც ეგრე მგონია რომ იქ უფრო გავერთობი რა. ჭამას, მეც ეგრე მგონია. მაგრამ ნუ ამერიკაში სანახავი მინდა რომ ვნახო ამერიკას. მეც, მაგრამ ისა ძალიან ძვირი გამოვა იმ იმაზე. ყველაფერი სასტუმრო ძვირი იქნება, ბილეთები ძვირი, ყველაფერი ძვირი იქნება. ჯობია რომ სოფლიო ჩემპიონატის გარეშე ვნახოთ მე წავიდეთ. ფრენები რომ ვერ მოხვდნენ. სოფლიოზე. თან გასაკვირი ამბავი არ იყო ეგ რა. არა, ხა რატომ უნდა გაგიკვირდეს, არასოდეს არ მოხვედრია საკამდე. და თელმა ერმა ისე განვიცადეს ეგ ამბავი. ჩვენ კი არა იტალია მოხდება ბიჭო ორი სოფლიო ჩემპიონატია ზედიზედ არა უშავს. უჯო ჩვენ როგორც ყველა წესიერი ხალხი კარგს ვეჩვევით ძალიან მარტივად. და მერე ცუდზე დაბრუდება გუჭირსი უკარი. ბიჭო გავიგე. ანუ ეგ, მაგრამ უნდა გავიხსენოთ რა გზებით მივედით მაგამდე, რომ მანდ მოხვედრიხარით. ხო, აი ხა თუ ვერ გავედით არა უშევს რა. თან ძმები დაფრინავენ იმენას, რაღაც ჩემპიონატებზე მე დიდი მაყურებელი არ ვარ. ბოდიში. მაგრამ კაუჩა რაღაც ჰაილაითები ხდება ხოლმე. აი ზურიკომ გაიტანა გუშინ კიდეო პენალტი გაიტანა. აი ზურიკომ ენანება ძალიან, ნუ გარდა იმისა რომ მოგვარები. გენანება რა. მეორე ლიგაში საფრანგეთის კაი რა ჩაყვა იმას რა. ოდესაც რო კინკლაძე ჩაყვა სადღაც იმაში. მე გეტყვი, მან ჩაყვა რა. ანუ ეხლა პირველ ლიგაში ვერ მოუძევნეს მაგბის ადგილი. არა, მე ვფიქრობ რომ ესეთი ვარიანტი იყო. არა, ანუ მე PSG მეძახის და მე სენტეტენში დავჩე. გეძახიზე არ არის, გუნდს ყავხარ ناقიდი და იმა უნდა გაყიდოს და ისე რომ აიცი რა, მე დავითაშვილი მჭირდება ერთი 60 მილიონს თუ გადავიხდი მოხდება. ზურიკოში 60 მილიონს და ვერ გადაიხდია, ხო? ანუ ის რომ პროჭები არიან და კაცი ისეთი ფასი არ დაადეს რომ სადმე უმაღლესში ეთამაშა. არ მგონია რომ თვითონ ზურიკოსაც მაგრამ უნდადეს ახლა სენტეტენში რომ თამაშობს. უნდა ბევრად ურჩევნია ლიგა 1-ში ითამაშოს წესე გუნდში. თუ რამე მსგავსი იყო, არ ვიცი. ტატოს დაურეკეთ და კითხეთ ტატოს. ტატო გეტყვით, ტატომ ყველაფერი იცის. ტატომ მე მგონია რომ მართლა ყველაფერი იცის. ცხენსაშენის პლეისმენტი გავაკეთო კიდე თუ დაიმახსოვრები. გავაკეთე რა. აი, ცხენსაშენი. აი, ბოლო აკორდზე წავიდეთ მაშინ. ახალ წელზე ონორეში ხარ, ჭაჭა არ გიყვარს, მექსიკაში ფიქრობ წასვლას, ამერიკის ვიზა არა გაქვს. ცხენსაშენზე ვილაპარაკეთ რომ კაია. რაია გოსლინგზე რას ფიქრობ ბლეიდ რანერიდან? ემოცია რო არ აქვს არანაირი როგორ ფიქრობ აი რა. ბოტოქსიანტი მსგავს სახეზე არ უტოქტება. ბიჭო, ყველას ის ხო არ ექნება რა. ყველა galaktioni ხო ვერ იქნება. ყველა galaktioni ვერ იქნება. სხვა დანარჩენისთვის ხუთა ბერულავები არსებობენ. მე მევასება რა. ანუ ძალიან მეცინება თქო არა, მაგრამ
აი კევინ ჰარტზე ძალიან მეცინება სულ. კევინ ჰარტი რომელია? ბრეივ ჰარტი არის და მეორე? დაბალი ძმა. ვაფშე არ ვიცი ვინ. როგორ არის? ფეხბურთელია? ჯუმანჯიში თამაშობს მე მგონი. რა ფეხბურთელი შეჭა. ვიცი. ტყნელი კაცი, პატარა დაბალ კომედიის სტენდაფერია თან, პახოდ. ხო. და იმ როკთან ერთად უჯენიობს სულ. კაი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე, აბა ერთი კითხვა და მე გავაგრძელებთ რა. იმასთან ერთად ამ კითხვაზე ლაპარაკობთ. რას კითხავდი შემდეგ სტუმარს? სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ? აი, HR-ები რო კითხები ახლა იმას ლოხებს და იცი 10 წლის შემდეგ მე ხედავ ჩემ თავს, აი შეყლეო. 10 წლის წინ რო გეკითხა ჩემთვის, სად ხედავ შენ თავსო? აქვე სტუდიო მუშტაიჩი. ავდა რო გამოგეცნო სტუდიო მუშტაიჩი. არა, შეჭრა. ო, კაი, ვერ მაგრამ 10 წლის წინ ამ უბანში შეიძლებოდა რამე გაგერტყა, მაინც აქ ცხოვრობდი და რა. შენ რას იფიქრებდი 10 წლის წინ? 10 წელს რომელი წელი იყო? 16. 2016. მამე, ეგეთი შორიც არის. 2016 წელს აუ, ჩემ ბავშვი გაჩნდა მაგ. 20 წლის მერე რას ფიქრობ, სად იქნება? ხუიოზნაით, არ ვიცი. არა, ბიჭო, აქ კი არა, ანუ შენ თავს რა იქნება? აი ეგეც აი ხო დამოკიდებულია ბევრ რაღაცაზე. აზზე არა. ბიჭო, რო არიცი, 5 წლის მერე გიჟი. იმედია სადმე ციხეში არ ვიქნები, მკვდარი არ ვიქნები, თორე რავი, იქნები, რავი, სადმე კაიში თუ იქნები, გაასწორებ. სამე კაიში თუ იქნები სად? მექსიკაში. მექსიკაში, აქეთ მესკალი, აქეთ ტაკო, აქეთ ფრიდა კალო და შევხედავ წარბებში. აი, აი. მექსიკაში გააჩნია რა მხრივ იქნები მექსიკაშიც, მაგრამ გადაპარვას არ ვეცდები, იმიტომ რომ კაკრე 10 წელში მითავდება ამერიკის ვიზა და გავა. გააგვიზა? Yes. ვენაცვალე დონალდ ტრამპს, ჟღალ მიმინოს. აი, კარგად იყავე, წავედი. დავე. ცხენსაშენი.